დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით პირველ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად მოზარდების ინფორმირებას ისახავს. სტატისტიკის თანახმად ინფექციური დაავადება ყველაზე მეტად თბილისშია გავრცელებული, ხოლო მას სამეგრელოს რეგიონი მოსდევს. დღეისათვის აჭარაში HIV ინფექციის 559 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. პაციენტთა ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით სპეციალური კამპანიის 90-90-90 გატარება იგეგმება. იგი მიზნად შიდსის ეპიდემიის შეჩერებას ისახავს. ამასთანავე 2020 წლამდე HIV ინფიცირებულთა 90%-მა უნდა იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ და მათ შესაბამისი დახმარება უნდა გაეწიოს. დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3400 მამაკაცია და 1200 ქალი. აჭარაში არის 559 შემთხვევა. ჩვენ გვყავს ARV მკურნალობაზე 240 პაციენტი 1 ნოემბრის მდგომარეობით და ეს რიცხვი ყოველთვიურად იზრდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვლინდება ახალი პაციენტები. რაც შეეხება პროგრამებს, პროგრამები არის სრულიად უფასო, სახელმწიფო აფინანსებს ამბულატორიულ მკურნალობას, HIV ინფექციაში ცით პაციენტებისათვის და სტაციონარ მკურნალობას. სახელმწიფოს მიდგომა გახავთ ის, რომ ყველა ადამიანი 90% მაინც დაახლოებით 2020 წლისათვის უნდა იყოს ტესტირებული, უნდა იცოდეს ყველა თავისი ინფიცირების სტატუსის შესახებ, ყველა უნდა იყოს ჩართული 90% მაინც ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე და მათ უნდა იყოს მიღწეული ვირუსული დატვირთვის ნულოვანი დონე.